მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, დიდი სიყვარულით. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს გვერდზე, მაგიური სამყარო. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ვიდეოს ყურების საფასურად არა და როგორ არის ქართულად ისე ვთქვათ, ვიდეოს ყურებისათვის მირიცხავს თანხას, დიდი მადლობა თქვენ. ძალიან მინდა გთხოვოთ, რომ იმისათვის, რომ თქვენი ენერგია და ჩემი ენერგია გათანაბრდეს, ამისათვის გამოიწეროთ ჩემი არხი, გააზიაროთ და ალაიქოთ, რაც მთავარია, იმიტომ რომ სხვა ადამიანებმაც ნახონ და მე მომეცეს მოტივაცია იმისათვის, რომ თქვენთვის უფასოდ ვმუშაობ და ვიმუშაობ მომავალში. მხოლოდ ამისათვის საჭიროა დალაიქება, გაზიარება, გვერდის გამოწერა. დალაიქება ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება მე ვერ დავინახო თქვენ ალაიქებთ თუ არ ალაიქებთ, მაგრამ სამყაროში ყველაფერი უკან ბრუნდება, ასე რომ ფუჭად გამოიყენებთ სხვის ენერგიას. დიდი მადლობა. თქვენ იცით, მე ყოველთვის საუბრობ ისეთ თემებზე, რაც ადამიანებს აინტერესებთ. შეგიძლიათ ასევე დამიწეროთ კომენტარები და გადახვიდეთ Telegram გვერდზე, სადაც მე უფასოდ ვსაუბრობ, უფასო Telegram გვერდზე და დაამიუთოთ ჯგუფი, რომ მესიჯის კაპუნმა ჩემთან დღეა თქვენთან ღამე არ შეგიშალოთ ხელი და როდესაც თქვენ მოგინდებათ, მაშინ შეხვიდეთ ჯგუფში. ვერ დაგინახავთ, იყოთ გაწევრიანებული და ასე შემდეგ. იცით როგორ? ყველა ადამიანისათვის მნიშვნელოვანია ბედი. ყველას აინტერესებს როგორი ბედი ექნება, ყველას აინტერესებს რა ბედი იქნება მომავალში. ეს ძალიან აქტუალურია ყოველთვის და ამით სარგებლობს ძალიან ბევრი ადამიანი. იცით თქვენ რომ მომავლის წინასწარმეტყველება არ არსებობს და არც არასოდეს უარსებია. ეს არის უბრალოდ თაღლითობა, რომ ადამიანებს დააჯერონ რაღაცას, ასე ვთქვათ, წინასწარმეტყველება რომ არსებობდეს სამყარო სულ სხვანაირად იქნებოდა შექმნილი, თუმცა როგორ გითხრათ, ბედი როგორც ასეთი რატომ ინგრევა, როგორ ინგრევა ადამიანის ბედი, ეს სულ სხვა საკითხია, რაზეც ჩვენ ახლა ვისაუბრებთ. იცით როგორ არსებობენ ადამიანები, ვინც დილით იღვიძებენ და ფიქრობენ, რომ ყველაფერი კარგად მექნება, რა უნდა დამემართოს. გონიათ, რომ ცხოვრება არის უსასრულო, სულ ექნებათ ფული, სულ ექნებათ ჯანმრთელობა, ოჯახი, ოჯახის წევრები და ერთ დღეს ეს ადამიანები იღვიძებენ და ხვდები, რომ დაინგრათ ყველაფერი. იცით როგორ? ბედი არ წყვეტს არაფერს. წყვეტს არჩევანი ყოველთვის. მაგრამ არის რაღაც, ხო, რაც შენს არჩევანზეც არის უფრო ძლიერი. რა არის ეს? ენერგია. რასაც მე მუდმივად ვიცახი, რომ ენერგიის გარეშე წარმოუდგენელია ყველაფერი და რატომაც მე ყოველთვის წმენდას ვაკეთებინებ პირველი ადამიანს. ენერგია, რომელიც ტრიალებს ჩვენს ირგვლივ და ის ატრიალებს შენს ცხოვრებას. როგორი ენერგიაც გაქვს, აშენებს ან დაგანგრევთ. ყველას აინტერესებს, რატომ ეინგრევა ადამიანებს ბედი. როდესაც ადამიანები მოდიან ჩემთან, ხო, კლიენტები და მეკითხებიან, რომ რატომ დავკარგე ეს ყველაფერი ერთ დღეში. ჩემი პასუხი, მეგობრებო, ყოველთვის ერთნაირი, რა თქმა უნდა, ვერ იქნება რატომ დაკარგეს. მაგრამ მიზეზი ყოველთვის არის ერთი. ყურადღებით მოусმინეთ მიზეზს. ეს არის დაუცველი, ვიმეორებ, დაუცველი გონება
და დაუცველი ენერგია. ყოველთვის ამას ვიძახდი და ვიტყვი. ცხოვრების აღმასვლის გადასარევად ცხოვრების, ცუდად ცხოვრების მიზეზი არის დაუცველი გონება და დაუცველი ენერგია. უყურეთ, არ არის მნიშვნელოვანი, რომ თქვენ ჯადო ჩაგიმარხოთ მაინც და მაინც ვეღაცამ სადმე. მაგალითად, იეჭვიანა ვეღაცამ თქვენზე. უყურეთ, ან ლამაზი ხართ, ან მაგარი მანქანა იყიდეთ, ან რაღაცა იყიდეთ და ადამიანმა ეს ზიზღი რო ვერ ამოუშვა, პირდაპირ ხوار დაგწყეულის და პირში ხوار შეგაგინებთ, არა? რომ შენ იმდენად დაგწყეო და იმდენად ცუდი ენერგეტიკა გამოუშვა, რომ შენ დაიწყე ფიქრი მის ენერგეტიკაზე. ხვდებით ხო? ანუ უყურეთ, როგორც აი ქართულად როგორ თქვა, როგორც ჯადო ანგრევს ადამიანს, ისე ეს გადმოტყორცნილი ენერგია, აი როგორ მაგალითად, აი წარმოიდგინეთ, რომ ვეღაცა აი რო აგიხსნათ, ძალიან ლამაზი გოგო და შეხვდა, გაიცნო მეორე, არა ლამაზი არ არსებობს, მაგრამ აი 100 თავი დაბალი და ისე შეშურდა, რომ აი ნეტა ეს ახლა მახინჯი იყოს, ნეტა ეს ახლა მდიდარი არ იყოს, გესმით? ნეტა ამას ახლა ეს ძვირფასი მანქანა წამოერთვას და ამ ფიქრებს რომ მოშვებს თქვენთან, თქვენ როდესაც დაუცველი გონება რას ნიშნავს? რომ და დაუცველი ენერგეტიკა რომ როდესაც დაცული გაქვს ენერგეტიკა, როდესაც პრაქტიკები გაქვს გავლილი, როდესაც წმენდა გაქვს გავლილი, ამასთანავე როდესაც ვითარდები შენ თავთ რატომ აკეთებ ხო? მე მაგალითად მარათონებს ხო? როდესაც გონება საღი გაქვს, ყოფილი არ მოგიკარება, მაგრამ როდესაც შენ ყველანაირად დაუცველი ხარ, გიჩნდება შიშები. ამ ადამიანის ენერგეტიკა შემოვიდა შენს ენერგეტიკის ველში. და შენვე გეწყება არსაიდან შიშები და შფოთვები. ვაიმე, ახლა ჩემი ახლობელი რომ მოკვდეს, ადრე მყავდა კლიენტი, რომელსაც ეშინოდა, რომ თავის შობლები და თავის ქმარი არ მომკვდარიყო, ნეკრომაგია ჰქონდა გაკეთებული. ვაიმე, ახლა ეს ფული რო წამერთვას, ვაიმე სახლი რო ვერ ვიყიდო, ვაიმე ის რო გავაკეთო, ახლა სახლი რო ვიყიდო ეს როგორ, ვაიმე შეიძლება დავმახინჯდე, შეიძლება ესეთი რამე გამომართოს, ან ხვდებით ხომ რაც გეწყებათ. უყურეთ, ბევრი არ ამჩნევს ამ ყველაფერს, სანამ ყველაფერი ინგრევა, პლუს კიდევ ერთი პატარა ნიშანია უძილობა, დაღლილობა, უენერგიობა, ბინძურის სიზმრები, ბინძურის სიზმრებს რას ვეძახი ხა მე ჩემთვის არ არის ბინძური, მაგრამ მაგალითად ახლა სექსუალურ ცხოვრებას ასე შემდეგ რო ხედავენ ადამიანები კიდევ სხვა კიდევ ბინძური სიზმრები, კონფლიქტები, ეს არის პირველადი გაფრთხილებები, რატომ გეგრევათ ბედი, რომ გაქვთ დაუცველი გონება და დაუცველი ენერგია, ვეღაცამ იეჭვიანა თქვენზე, ვეღაცამ შეშურდა თქვენი, პირში არაფერი არ გითხრათ, მაგრამ აი შეხვედრის მერე ისეთი საშინელი ხო არის, რომ ადამიანს შეხვდებით და აუ რა მიქნა ამ ადამიანად გამომფიტა, ხო გიფიქრიათ ესეთი რამე? ეს პირველი ნიშანი, რატომ გენგრევათ ბედი. მაგალითად, ახლა გამახსენდა ერთი ისტორია, ქალბატონი მოვიდა ჩემთან, საკმაოდ ესეთი ძლიერი ქალბატონი, აი რომელიც საქართველოში ბიზნესი ჰქონდა, მინიმუმ $25,000 და ზემოთ რომ გამოიმუშავებს თვეში, $20,000 ფულს რომ არ ეძახიან. და მოვიდა ეს ქალბატონი, რა გითხრათ, სასტიკი, ესე თქვა მდგომარეობით და მითხრა რომ ჰქონდა სახლი, ბიზნესი, ქმარი, შვილები, გადასარევი ოჯახი. ყველაფერი კარგად იყო. და გათენდა ერთი ჩვეულებრივი დღეო, მითხრა, რომელიც ჩემს ცხოვრებაში იყო ყველაზე საშინელი დღე. დამირეკეს ტელეფონზე
ჩემ ბიზნესს შეექმნა პრობლემები ბანკიდან, დაუყადაღეს ქონება, ანგარიშები გაუყინეს. რაც სასწაულია რომ საღამოს, ჩემთვის არა ეს რა თქმა უნდა სასწაული. უთხრა მეუღლემ რომ აღარ მიყვარხარ და მინდა შენთან გაყრა და ორი შვილიდან ერთ-ერთს 40 გრადუსზე მეტი სიცხე მისცა საღამოს. ეხლა უყურეთ ეს რა ხდება. ეს ადამიანი იხსენებს ეს ქალბატონი რომ მანამდე ამბობს რომ ვერ ვიძინებდიო რამოდენიმე კვირის განმავლობაში, მეხვეოდა თაუბრუ და მე მეგონა რომ ეს ბიზნესზე იყო რაღაც ან ვიტამინი დამაყდა ან რაღაცა. მაგრამ უყურეთ პირში არავის დაუწყევლია. პირში ცუდი არავის არ გაუკეთებია. ენერგია ჰქონდა ადამიანს დაუცველი, სახლი დაუცველი, თავისი ენერგია დაუცველი და ადამიანს ერთ დღეში დაენგრა ოჯახიც, ბიზნესიც, შვილი ღვთისწყალობით, ჯანმრთელობით, სიცხებით დიდხანს გაუგრძელდა ამ ბავშვს, მაგრამ ღვთისწყალობით კარგად არის, მაგრამ უმიზეზოდ არაფერი არ ხდება. უყურეთ, როგორ გაიგოთ ხართ თუ არა საფრთხეში. ძილის პრობლემები, მუდმივი დაღლილობა მეგობრებო. ფულის ჩქარი გაქრობა, ანუ ფული იღებთ, შეიძლება დიდი ფული აიღოთ, დიდი ხელფასი გქონდეთ, ისე გაგიქრეთ ხელიდან ვერ გაიგოთ. ვისაც მეუღლე ყავთ სახლში, უაზრო კონფლიქტები დაგეწყოთ და ისეთ როგორ ადამიანებს ორგანიზმში ეწყებათ, სხეულში ეწყებათ ტკივილი. ეს ტკივილი ხან ხელშია, ხან ფეხშია, ხან თავშია, ხან სხვადასხვა ადგილებში, ხანდახან ალაგ-ალაგ რაღაცები ტკივათ, მაგრამ ვერ იგებთ რა გჭირთ. ეს არის მეგობრებო, ეს ყველა ნიშანი არის გაფრთხილება, რომ თქვენ ცხოვრებაში ყველაფერი ნგრევისაკენ მიდის. ამ დროს ვინც იგებს და ვინც მივა ისეთ ადამიანთან, მე ამ შემთხვევაში ჩემზე ვილაპარაკებ, რომ მოუხსნას ყველაფერი და გადაარჩინოს, ხო კარგი. თუ არა, ადამიანი ერთ ცუდ ადამიანს გამოიცვლის, მეორე ცუდ ადამიანს, მესამეს, მეოთხეს, მეხუთე მოატყობს და ამასობაში ადამიანს ენგრევა ბედი და ხდება საშინელი სამუშაო. ადამიანი ზოგჯერ ისეთი ცუდ მდგომარეობაში, რომ ვეღარც მიიღებ ესეთ ადამიანს. ისეთ როგორ ყოველთვის უნდა გახსოვდეთ თქვენ, რომ ბედი მოულოდნელად არ ეცვლება ადამიანს, მეგობრებო. ბედი ინგრევა ნელ-ნელა. და უცებ რომ მოიხედავთ, ვერ ამჩნევთ ამ ყველაფერს, უცებ დანგრეულია. ჩემს მხრიდან რა შემიძლია გითხრათ, თუ ეს ყველაფერი თქვენში ამჩნიეთ, რაც მე ჩამოვთვალე, ესე იგი თქვენ ენერგიას ადამიანი გპარავთ, ეს იქნება პირდაპირი, სიტყვიერი, ზერითი, წყევლით თუ ჯადოს კეთებით. ზოგს ისეთი თვალი აქვს, რომ სულ არ ჭირდება საფლავში ჩაგიმარხოთ რაიმე, გამოგაყოლებს და შეიძლება ავარიაში მოყვა, შეიძლება რაღაც ცუდი დაგემართოს. ხო? მაგალითად მე კადრებით მაჩვენა ჩემი კლიენტი მყავდა თბილისში, ძალიან ესეთი მდიდარი გოგოა, თვითონ არ მუშაობს ახლა დედა მაშობა, აფინანსებს არ მუშაობა აქ, ხო, მათი საქმეა ჩემი არა. ბავშვებთან ერთად მოდიოდა გზაზე, წინ გადმოუხდა მანქანა და ისეთ ავარიაში მოყვა, რომ საშინელ ავარიაში, ხო, ეხლა.
1-2 კვირის, 2-3 კვირის ამბავია, ხო? მე ისედაც გაგაფრთხილეთ, რომ ადამიანები, ვინც დაუცველები არიან, ვისაც ნეკრომაგია აქვს, ვისაც ჯადო აქვს, ეს პერიოდი მათთვის იქნება მტანჯველი. იმიტომ რომ მე გაგაფრთხილეთ ტელეგრამზეც და სტორიებში ალბათ 2-3 კვირის უკან შევა მეტი. ძალიან რთული პერიოდი დაიწყო. მე იცით რომ არასოდეს არ მოგიწოდებთ ცუდი და ასე ვთქვათ არაპოზიტიური ასე ვთქვათ ინფორმაციისაკენ, იმიტომ რომ მე ვერ ვიდან ვარდისფერს სათვალეებს, თუ გინდა საქმეს უშველო, უნდა პირისპირ შეხვდეს საქმეს და შემდეგ იფიქრო მის გადაწყვეტაზე როგორ მოაგვარო, იმიტომ რომ მე შემიძლია ვთქვა რომ ყველაფერი კარგად იქნება, იფიქრე პოზიტივით, სისულელია მეზისღება ეს სიტყვები, მაგრამ ადამიანს ვერ გადაუჭრა ვერაფერი. როგორ უნდა ცუდად რო ადამიანი რეუბნებიან თავი ხელში აიყვანეს, ყველაზე საშინელება, რას ვე თავი ხელში აიყვანე, როგორ უნდა აიყვანო ვერ გავიგე. ცუდად არის ადამიანი, რა აიყვანე, კარგია, ხო? ეს ყველაზე მეტად მეზისღება ეს სიტყვა. ყველაფერი კარგად იქნება, დაწყნარდი. მაგაზე ხო საერთოდ როგორ დაწყდეს ადამიანი, ხო? ემოციები საერთოდ არ უნდა შეიკავოს ადამიანმა. აქედან გამომდინარე, იმათთვის, ვისაც ან მძიმე ჯადო აქვს, რა გითხრათ, ავარიები ასე შემდეგ ძალიან გახშირდა და ცუდად ყოფნები და ასე შემდეგ. უბარაქობა, ფულის გადინებები, ისედაც იყო და არ არის კარგი პერიოდი, ვერ გეტყვით, არ მინდა დავსტრესო ადამიანები, მაგრამ არ არის კარგი პერიოდი, ვისაც რაიმე ჯადო აქვს ან რაღაცა, ამ ადამიანებს კარგად დაარტყავს, ესე ვთქვათ, ეს ყველაფერი და გამოკვეთავს და გამოახედებს თვალებში, რომ იქნება დაინახონ და მიხვდნენ, რომ რაღაცა მათ გარშემო არ არის. ერთადერთი შველა რაც არის, ეს არის წმინდა დაცვა. ვერაფერს სხვა საშუალს მე საერთოდ ვერ ვხედავ. კონსულტაციისათვის შეგიძლიათ მომმართოთ ნომერზე +1 718 506 28 მხოლოდ WhatsApp-ზე. თქვენი მესიჯის მოწერიდან რამოდენიმე წამში ან როდესაც თქვა გავიღვიძებ გეგზავნებათ მესიჯი, სადაც წერია დეტალურად ყველაფერი. მე ვმუშაობ ნებისმიერ შავ და თეთრ მაგიაზე, მეგობრებო, ამიტომ ჩემთან არ გჭირდებათ თქვენი სიტუაციის ახსნა. იხდით თანხას, გზავნით ქვითარს და მე როდესაც გავიღვიძებ, ჩაგსვათ მიღებაზე და მიგიღებთ. რა გითხრათ, მეგობრებო, ვისაც დაცვა არ გაქვთ გაკეთებული, ვისაც წმენდა არ გაქვთ გაკეთებული, ვისაც პრობლემები გაქვთ, რა გითხრათ, ყოველად სამწუხაროა ეს საკითხი, იმიტომ რომ ადამიანი ერთხელ რო გაგიკეთებს ჯადოს, ის მუდმივად გაგიკეთებ, თუ დაცვა არ გაიკეთეთ, ამას ორი აზრი არ აქვს. ჯადოც რომ არ გაგიკეთონ, წინ ხო გინდათ წახვიდეთ, ოჯახი ხო გინდათ წინ წავიდეს, მანქანა იყიდოთ, სახლი იყიდოთ, იმოგზაუროთ, ყოველთვის გაითვალებით, მაგას ორი აზრი არ აქვს. ყოველთვის გაითვალებით. ამიტომ რა გითხრათ? მიხედეთ თავს, მეგობრებო.